ცხოვრება ბედისწერის მიერ გადმოგდებული შესაძლებლობები არაა, სადაც შენ უბრალოდ მომლოდინე პერსონაჟი ხარ, რომ სკრიპტი მოგაწოდონ და ითამაშო. შეიძლება გიწერენ, შეიძლება რაღაც უფრო მეც მიყვები, მაგრამ თუ იმ სცენარში გინდა იყოს, სადაც მაქსიმუმს იღებ ამ რეალობისგან, მაშინ შენი შემოქმედებითი ენერგიაც უნდა გამოათავისუფლო. დაფიქრდი ბოლოს, როდის შექმენი. დაფიქრდი, როგორ დღეებს ქმნი შენი თავისთვის, ბოლოს როდის დახატე, როდის ძერწე, ბოლოს როდის ცადე რაღაც ახალი. და რატომ? ხო, დღეს გავიაზრე, რომ ჩვენი პოტენციალი შეკავებაც სწორედ ესაა. ვფრთხილობთ, მაგრამ რის გამო? თითქოს ამ სიფრთხილით ვეუბნები თითქოს ჩემ თავს, რომ იცი თუ კარგად არ გააკეთე, მაშინ არც უნდა აკეთო. თითქოს პერფექციონისტი მუდმივად მეკამათება, რომ სრულყოფილებამდე უნდა დავიყვანო ყველაფერი, რომ ჩემმა ფსიქიკამ დიდი მსხვილი მწვანე ჩათვლა დამიწეროს იმ დღეს. აი ეს ჩათვლა იყო ჩახ დღეს, კარგი გოგო იყავი. მაგრამ მომენტუმი მოულოდნელობებით არის ახსავსე, ხო? თითქოს ამ იდეალიზმში საკუთარ თავს ვეჭიდავები. როცა ვცდილობ ის ჩათვლა დავემსახურო, ხო, ის შინაგანი შექება მომცეს ჩემმა ხმამ ჩემში. და იცი, მგონი ეს ხმაც ამოვიცანი, ეს არის ჩემი მშობელი. მშობელი, ვინც ჩემ შემოქმედებით იმპულსებს ეუბნება, არ შექმნი თუ კარგად არ გამოგივა. და იცი, დავიღალი იმ მცდელობებით, ავაწყო იდეალური დღე 200 თასკი დავურსახო ჩემ თავს და ვუთხრა, რომ ყველაფერი უნდა შეძლო. დავიღალი თამაშით, რომ იდეალური ვარ, რომ კარგი ვარ, რადგან ასე მითხრეს ოდესღაც, ძალიან კარგი უნდა იყო. ამაში ყველა სხვადასხვა რაღაცებს გულისხმობთ, აი, რას გულისხმობ, როდესაც ამბობ იმაში, რომ აი ძალიან კარგი უნდა იყო. მაშინ მახსოვს ამ სიტყვებში მამა ჩემი ვიცანი. კაცრი მუდმივად რომ მიელტვის, რომ სწორი იყოს და იქნებ ჩემი ქაოსური დღეებიც, რასაც საერთოდ არ არის, იქნებ არ არის საერთოდ ქაოსური, ხო, რადგან მას სხვების პერსპექტივიდან ვაფასებ. აი ზუსტად ეს მომენტია, აი როცა ვამბობთ ხოლმე, რომ თუ სხვა ამჩნევს რომ აკეთებ, ესე იგი ნამდვილად შრომობ. და მე ვფიქრობ, რომ შრომა აუცილებელი არ არის, რომ ძიმე იყოს, რომ ჩაითვალოს, რომ რაღაცას აკეთებ. ხო, და ასე წესრიგის საკითხიც არის ზუსტად. აი წესრიგი არის ფაქტობრივად სამყაროს უმაღლესი ვიბრაცია, იმიტომ რომ აი რაღაცა ისეთი ნატიფად და მოწესრიგებლად არის ყველაფერს თითქოს თავისი ადგილი აქვს. აი როგორც ადამიანის სხეულიც, ხო, ორგანოები, უჯრედები. და მე კითხვა ისმის, რომ წარმოგიდგენთ, მე თუ ვიცი ჩემ ოთახში სად რადევს, ესე იგი ის მოწესრიგებულია, ხო ესეა? იმიტომ რომ მე ვარ ცენტრი, მე ვარ ის შემოქმედი, რომელიც ამ ინსტრუმენტებს იყენებს. ამიტომ რეალურად ჩემი პერსპექტივიდან უნდა ვიცოდე უბრალოდ რა ადგილას იყოს, რომ მე ის ამოვიცნო, ხო, რომ ის ვიპოვო. მე რა რომ შეიძლება სხვისი თვალით სრული ქაოსი იყოს, ხო? აი რას ნიშნავს წესრიგი? აი მაგასაც ეგეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ შეიძლება ჩათვალო, რომ ის ქაოსური დღე, რის გამოც შენ თვითონ შენ თავს აკრიტიკებ, რომ რაღაცა არ გამოგდის, ხო? შეიძლება რეალურად აკეთებ, უბრალოდ იმიტომ აღიქმება, რომ არ გამოდის, რომ ზუსტად ის 500 თასკი არ შეასრულე და შეასრულე მაგალითად 2 და 3, მაგრამ შინაგანად ხო შენ თვითონ გაქვს ის მოთხოვნილება, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალურად. ეგ არის ზუსტად, რომ საკუთარ თავს ვაპატიო ის, რომ პატარა ნაბიჯებით ვიმოძრაო, მივცე საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ზოგჯერ არ გამომივიდეს, ზოგჯერ შეიძლება ძალიან ბევრჯერ არ გამომივიდეს. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს ან ვიღაცის პერსპექტივიდან შევხედო ჩემ ცხოვრებას და თქვა, რომ მე საერთოდ არ გამომდის ის. მაგრამ რას ნიშნავს გამომდის და არ გამომდის? რას ნიშნავს გამოგივიდეს ცხოვრება, ხო? რას ნიშნავს მგონი სწორად არ ცხოვრობ, მგონი სწორად არ ვაკეთებ. და ზუსტად ეს არის მთავარი საკითხი. ასე ვთქვათ, განსჯი შენ თავს, რომ ყველაფერს ვერ ასწრებ, იქნებ იმ შედეგებისთვის არ გჭირდება, მაგრამ ამ მუდმივად კარგად რაღაცების კეთების მცდელობაში მივხვდი, რომ საერთოდ ვერ ვაკეთებ, აი საერთოდ არ მომყვება ჩემი თავი. არ ვარ იდეალური და ასეც უნდა იყოს. დავიღალე და დღეიდან ჩემ თავს მე ვთქვი და ჩემ თავს ვაძლევ უფლებას და გირჩე რომ ეს შენც გააკეთო, ვაძლევ უფლებას, რომ ჩემ თავს ვაკეთო ცუდად, მაგრამ ვაკეთო. თუ მე ეს მომწონს,
ხო, ვაძლევ ჩემ თავს უფლებას ვიყო დილეტანტი, მაგრამ გამოუჩნდე, ვაძლევ ჩემ თავს უფლებას ვიყო ისეთი, როგორიც ყველა, ჩემ თავს უფლებას ვიყო ისეთი, როგორიც ყველა და არ ვეძებო რაღაც განსხვავებული ნიშა იმისთვის, რომ დავიწყო ის საქმე, რის დაწყებაც, აი რა ვიცი, ალბათ 1-4 წელია მინდა, ხო? დღემდე ვერ დავუბრუნდი ხატვას და იცი რატო? გავიაზრე, რომ ჩემი პროკრასტინაციის მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ მინდა შევეჯახო იმ ფაქტს, რომ კარგად არ გამომდის. ნახეთ რამ ხელა დიდი მსხვილი რწმუნებულება მაქვს შინაგანად, რომ არ ხარ ღირსი, აკეთო თუ კარგად არ აკეთებ. არ ხარ ღირსი იყო ბედნიერი თუ მაგარი არ ხარ. არ ხარ ღირსი უყვარდე თუ ლამაზი არ ხარ. არ ხარ ღირსი რომ აგირჩიონ, რადგან არაფრით გამორჩეული არ ხარ. რამ ხელა ტყუილია, ხო? და რამდენ ასეთ ტყუილში ვცხოვრობთ. ამას ჩვენ ვუკეთებთ საკუთარ თავს რეალურად. ჩემი შინაგანი ბავშვს ვთავ დღეიდან ნებას, რომ გაისვარს ტალახში თუ ეს უნდა, წაიქცეს თუ ეს უნდა, კრახი მოუვიდეს, ხო? და ნახე აქ რაზე მინდა დაგაფიქრო, კრახი ცუდად იგრძნობა არა იმიტომ, რომ ზოგადად ეგრეა, იმიტომ, რომ ვიღაცამ გითხრა, თუ ეს მოხდა, შენ ცუდი ხარ და რაღაცას არ იმსახურებ, ხო? მე თუ რაღაც შემეშალა, კრახი განვიცადე, ყველაზე დიდი შიში ადამიანის იცი რა არის? ყველაზე დიდი ადამიანის შიში არის პუბლიცისტური შერცხვენა. სოციალური ცხოველები ვართ და ყველაზე მეტად ადამიანს ეშინია შეეშალოს, ჯერ ერთი შეიძლება შეეშალოს სხვასთან დასწრებით, ეს ხო ჯოჯოხეთია, ხო? ამიტომ ძალიან ბევრ საქმეს გავურბივართ, ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვერდით ვდებთ, ძალიან ბევრ ასე ვთქვათ, გამოცდილებებში საკუთარი თავი არ შეკვყავს იმის გამო, რომ გვეშინია, ან იმის გამო, რომ არ გვინდა, რომ არ გამოჩნდები კარგად. აი, ვინ რას იფიქრებს ჩემზე? აი, იქნებ დაინახოს, რომ ისეთი კარგი არ ვარ, ისე კარგად არ ვიცი, ხო? და იმის გამო, რომ აი დღე ისე კარგად არ ვიცი, ამის გამო შეიძლება საერთოდ ჩრდილში ვამყოფო ჩემი თავი და ამ დროს ახდება, ხო? ამ დროს სამყარო გისინქრონებს ამ ყველაფერს, გირეკლავს და შენთან მოდიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი რაღაც იციან, მაგრამ აი, როდესაც შედარებას იწყებ შენი თავის, ხო, და შენი გამოცდილებების თუნდაც მე 800 მცდელობას ადარებ შენს პირველ მცდელობას, ხო? მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვიაზრებთ ხოლმე და როცა ხედავ, რომ რეალურად რომც არ იყო იმაზე კარგი, რომ გააქვს უფლება, რომ იყო, იმ პროფესიაში იყო, იმ სფეროში იყო, იქ იყო, სადაც მთელი გულით გინდა ყოფნა და აი გააღვიძე შენში შენი ბავშვი რა, ანუ ზუსტად ეგ არის, რომ გაუშვი ამ ახალ გამოცდილებებში შენი შინაგანი ბავშვი და შენ შინაგან მშობელთან მოაგვარეს უფლება შენ თავს შეგეშალოს. რა მოხდება? ხო, რა მოხდება, რომ არ გააკეთო კარგად. აი ხაც რომ ვიწერ ჩანაწერს. ამას ვაკეთებ აი სრულად იმპულსი მოვიდა და ამ იმპულსს მივყვები, მაგრამ დღეს რომ მე დამეგეგმა რომ აი ამ საათზე მე ახლა გავდივარ ჯიმში, ზუსტად აი ამ იმპულსს დავიკიდებდი და გავიდოდი ჯიმში იმის გამო რომ აი დღის ბოლოს ჩემი შინაგანი კრიტიკოსს ეთქვა რომ იცი რა, დღეს ძალიან კარგი დღე ქონდა ოჯახ, მაგრამ რითი განისაზღვრება კარგი დღე? იმით რომ ყველა ჩემი გეგმა წავწიჩკე და ვთქვი რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე? და საბოლოო ჯამში უბრალოდ უნდა რომ დაუსვა შენ თავს, კითხო რომ კარგი გეგმები შევასრულე, მაგრამ როგორ გრძნობ თავს, ანუ რამდენად სავსე ვარ დღევანდელი დღით, რამდენად ბედნიერი ვარ, ხო? ბედნიერება და სისავსე მოდის შენი შინაგანი ბავშვისგან, ეს არის შენი გულის ცენტრის, გულის ჩაკრის ენერგია, გულის ჩაკრის ფსიქიკური მექანიზმია, რომელსაც ჭირდება დატენვა, ზუსტად იმით, რომ უნდა განიცადოს სხვადასხვა პროექტების საშუალებით, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით, აი ეს სიცოცხლე ზოგადად, ხო? და აი ეგ არის, რომ არ ვაძლევთ თავისუფლებას მას, თითქმის არასოდეს, იმიტომ რომ აი დღეს გეგმა გვაქვს შესასრულებელი და ეს უნდა გავაკეთო, რადგან დავგეგმე მე რომ კარგი გოგო ვიყო, მაგრამ ვისთვის მინდა რომ ვიყო კარგი? ხო? ვინ არის ის ხმა, ვინ არის ის მშობელი, ამ მშობელს ვისი სახე აქვს, ვისი ხმა აქვს, ვინ გელაპარაკება შენ შიგნით, დაფიქრდი, აბა ვინ არის ეს ადამიანი? და თუ არავის აქამდე არ უთქვამს, მე გეტყვი, რომ შენ იმსახურებ ბედნიერებას, იმსახურებ საოცარ გამოცდილებებს, უბრალოდ იცხოვრე
აი ზოგჯერ საკუთარ თავს არ ვაძლევთ მართლა იმის უფლებას, რომ ჩვენი ცხოვრების სრულთან თავად დავიჯდეთ. თუ ზუსტად იმის გამო, რომ გვეშინია, რომ რაღაცა კარგად არ გამოგვივა. და იმასთან ერთად, რომ შენ შეიძლება მიყვნერთად, რომ შენ მიყვები ამ რაღაც უმაღლეს ცნობიერებას, ამასთან ერთად შენ თვითონ შეგიძლია იყოს შენი მომენტუმის შემოქმედი, ხო? და ასეც არის რეალურად. ამას ვერავინ ვერ წაგართმევს, ასეცაა. ან შენს ემოციებს აძლევ იმის საშუალებას, რომ მან განსაზღვროს დღეს რას აკეთებ, ან შენი წყვეთ, ხო? შენ ხარ აქ ლიდერი. შენ უნდა გადაწყვეტო ზუსტად იქიდან გამომდინარე შენ თავს როგორ გრძნობ, არა ის რომ შენ ახლანდელ რეალობას, ემოციურ რეალობას აეჭიდავო და შენ რა ემოციური სინამდვილე გიდგას ამ მომენტში წინ და ამ ემოციური სინამდვილიდან გამომდინარე შენ ახლა რისი გაკეთება შეგიძლია, ხო? შენ თუ ხედავ რომ გიჭირს დილით ადგომა იმის გამო რომ არ გინდა ახლა იმასე წასვლა, როგორ შეგიძლია ახლა როგორ შეიძლება შენ თავს ამ აქტივობის გაკეთება მოანდომო, ხო? რის გამო გრძნობ თავს ესე? ხო, ანუ ასეთი კონტაქტი საკუთარ თავთან გვეხმარება უფრო მეტად თითქოს გონია რომ აი რობოტებივით აი ავტოპილოტზე უნდა ვაკეთოთ ყველაფერი და არ არის ესე. მე მაგალითად ვარ ის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ავტოპილოტზე რაღაცების კეთება. მე ძალიან ბევრი რაღაცა ჩემი დღის რეჟიმში არის აგებული იმპულსებზე. მე ყოველთვის მაქვს თავისუფლება დღის რეჟიმში აი იმპულსებისთვის, იმპულსური გადაწყვეტილებისთვის, იმიტომ რომ ზუსტად ამ იმპულსურ გადაწყვეტილებებს მივყავარ იმ რაღაცა საოცარ, ასე ვთქვათ, გამოცდილებებამდე, იმ შეხვედრებამდე, მოულოდნელ რაღაცა მოვლენებამდე, რომელიც არც კი წარმომედგინე და ხვდები, რომ ესნია. რაღაც ეტაპზე საერთოდ არ ვიცით რაღაც მომენტში რა გვინდა, მართლა. იმიტომ რომ 10 წლის წინ რაც მინდოდა, ახლა რო ეგ მქონდა, მადლობა ღმერთს, რომ ეგ რაღაცები არ მაქვს. იმიტომ რომ ახლა ხვდები, რატო არ მომეცა. და ხვდებით იმას, რომ რაღაც მომენტში, როცა მიყვები რაღაცა მეც, ვიდრე შენი რეპტილიური ტვინია, რადგან უფრო მეც ვიდრე შენი ხორცია, ხო, უფრო მეც ვიდრე შენი ხორციელი სურვილებია, რომელიც შთაგონებულია რეალურად სოციალური ნორმებისგან და რაღაცა გარკვეული შეხედულებებისგან და აქტუალური რაღაცა მოვლენებისგან რა სტრიალებს საზოგადოებაში, ყოველდღიურად პერფორმანსს ვაკეთებთ, ხო? იმასთან ერთად რომ და ამ პერფორმანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ პერფორმანსის გარშემო არ ააგო შენი ცხოვრება, რომ ეს არ იყოს შენთვის მთავარი. ეგ არის ზუსტად პრობლემა, რომ მე მჭირდება რომ წავსდგე ამ ჩემი რესურსებით ვიღაცის წინაშე. ეს მე მჭირდება საზოგადოების წინაშე, მე საზოგადოების რაღაც ადგილი დავემკვიდრო. ეს მჭირდება და ეს მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი ფსიქიკური ფუნქციონირებისთვის ზოგადად. მაგრამ ამის გარშემო არ უნდა ავაგო ჩემი ცხოვრება, ზუსტად ეგ არის, არ უნდა დაგავიწყდეს შენი სინათლე, შენი თავი. თუნდაც იმიზნებისთვის და ყოველდღე აი ეს შეხედულება მეხმარება ხოლმე რომ ზედმეტად არ ჩავიძირო რომ მიღწევაში, კარიერულ თემებში, ზედმეტად არ ჩავიძირო რაღაცის მოპოვებაში, რომ აი ეს არის უბრალოდ რაღაც გარკვეული ეპიზოდი ჩემი ცხოვრების. ჩემი როლიც, ფსიქოლოგის როლიც გარკვეული ეპიზოდია. შეიძლება რაღაც ეტაპზე ავდგე და უარი ვთქვა ამაზე და სხვა მიმართულებით წავიდე, ანუ საკუთარ თავს მიეცი უფლება, რომ თუ ისეთი რაღაცები რაც გინდა, მაგრამ არ იფიქრო იმაზე, ამას როგორ აუხსნის სხვას მერე. ხშირად არის ხოლმე, რომ არ გვინდა, ეს მერე როგორ უნდა ვუთხრა ვიღაცა, რითი აუხსნა, როგორ აუხსნა მე ეს, ხო? ხშირად არის ხოლმე ეგეთი რაღაცეებიც, ხო? ამიტომ დაივიწყე რა, ანუ ზუსტად ეგ არის, რომ როდესაც პირველ ადგილას აყენებ შენ თავს და ბოლომდე პრიორიტეტი შენში, შენი რესურსების გამოღვიძება და შენი თავის უკეთ გაცნობა და შენი სულიერი ბაგაჟის დატევა არის. დატევა ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერება და გახსენება იმ ანალიზი რა რეალურად ვინ ხარ, ანუ თითქოს რაღაც ეტაპზე უნდა დაკარგო შენი თავი, რომ სხვადასხვა შრეებზე შენ თავს დაუბრუნდე. შენი თავი სხვადასხვა შრეზე, სხვადასხვა სიღრმეში აღმოაჩინო. ამიტომ რეალურად ეს ყველაფერი ის როლებიც მაგიტო ხდება, ის გამოცდილებებიც უბრალოდ მაგიტო ხდება, რომ მიხვდე ვინ ხარ, მიხვდე რა ხარ, მიხვდე რამდენად დიდი ხარ, რამდენად ღრმა ხარ, რამდენად მასშტაბური ხარ, რამდენად საოცარი ხარ. შეამოწმე, რამდენად დიდი ადგილი შეგიძლია დაიკავო ამ სამყაროში, მაგრამ ამ ადგილს ვერ დაიკავებ, თუ შენი სექსუალური და შემოქმედებითი ენერგია შეაკავე, შენი თავი შეაკავე. და ზუსტად იმის გამო ვაკეთებთ ამას, რომ ვაიმე, ხა ჩემ მეგობრებს ეს როგორ ავუხსნა.
რომ მე ეს როგორ ავხსნა ჩემ დედაჩემს, მამაჩემს. აი, ეგ არის, რომ რაღაც ეტაპზე მიხვდე, აი ამ საზღაურის გაღება გიწევს, რომ შეიძლება ვერ გაგიგოს ძალიან ბევრმა, ვერ კი არა ძირითადად შეიძლება ვერავინ ვერ გაგიგოს რაღაცას რატო აკეთებ და ამ რეალობაში უკვე ძალიან დიდი ხანია ვარ მე. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იგებს რაღაცას რატომ, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული და არც ხარ ვალდებული შენ ვინმეს რამე აუხსნა. ამით მინდა დავასრულო დღევანდელი მონოლოგი. იმედია, რომ სრული იმპულსიდან გამომდინარე ჩავწერე. აი რაღაც ეტაპზე გავატარე ის, რასაც გრძნობდი, რაც ჩემში შემოდიოდა ამ მომენტში და იმედია ვიღაცას ემსახურა ეს სიტყვები და ეს მონოლოგი. მიხარია რომ გამომყევი ამ მოგზაურობაში, მიხარია რომ ბოლომდე გამომყევი და გისურვებ რომ ბოლომდე გაათავისუფლო შენი თავი და გისურვებ რომ რაღაც ეტაპზე გააკეთო ყოველდღიურად ის აღმოჩენები, რამდენად დიდი ხარ, რამდენად დიდი და საოცარი ხარ. იმიტომ რომ ზოგჯერ რაც გგონია რომ აი ამდენ შევძლებ, ბევრად უფრო მეტი შემიძლია თურმე და ეს მე არ ვიცოდი. წარმატებები.